მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მცირედი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნდით ბრწყინვალე ბისერების და ბრწყინვალე ბისერების სამყაროში და ამ მაგიურ მოსვლას დაემატა კიდევ ერთი რამ. თქვენ არც რა დაემატა, ამიტომაც ეს არის ხელოვნების გაკვეთილები დედაჩემთან ერთად. გამარჯობათ, მე ვარ დედა და დიასახლისი, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის ჩემთვის იყო მეტი, ვიდრე ჰობი. ბოლო დროს სულ ფიქრობდი სახლში ყოფნის პარალელურად როგორ გამეზიარებინა ჩემი ცოდნა ბავშვებისთვის და ამ ფიქრში დაიბადა ერთი იდეა, რომ ონლაინ ხელოვნების გაკვეთილები და საუბრები ჩამეტარებინა ბავშვებისთვის. მინდოდა ასევე, რომ ჩემი შვილის გვერდით მემუშავა, თან სხვისი შვილებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და იმათთვისაც, ვინც ხელოვნებაში საკუთარ თავს ეძებს. თუ გყავთ პატარა, ვისაც ხატვა უყვართ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, დიდი სიხარულით გაუზიარებ იმას, რაც მე თვითონაც დიდ სიხარულს და სიმშვიდეს მანიჭებს. ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა, ვხატავდი პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს. ახლა ჩემი შვილის გვერდით ყოფნის პარალელურად გადავწყვიტე ბავშვებისთვის გავმართო ონლაინ ხელოვნების საუბრები და ხატვის გაკვეთილები. ჩემი მიზანია თითოეულმა პატარამ იგრძნოს, რომ მისი ხატვა სწორია, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს არ იქნება მხოლოდ ფანქრებით თამაში. ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ხატავდნენ ცნობილი მხატვრები სხვადასხვანაირი ხელწერით. ასევე ქმნიდნენ თავიანთ ფერებს სხვადასხვანაირი ფერების შერევით. ასევე ბავშვებს შეეძლებათ საკუთარი ემოციები გადმოიტანოთ ფურცელზე და ასევე როგორ შეძლებენ ისინი თავიანთი გულის დახატვას. მომავალ გაკვეთილზე ვისაუბრებთ ერთ ძალიან ცნობილ მხატვარზე, ვინსენ ვან გოგზე. ის ხატავდა ისე, რომ სურათებიდან პირდაპირ მისი გრძნობები იღვრებოდა. გინახავთ მისი ნახატი, რომელსაც ვარსკვლავიანიც აქვია, ისეთია თითქოს ცაც ეკლავს. ბავშვებთან ერთად შევხვდეთ ამ ნახატს და შემდეგ ჩვენც შევქმნათ ვარსკვლავიანი ღამე. გელოდებით მომავალ ერთ შეხვედრამდე, მოვამზადოთ ფანქრები და წარმოსახვაც. ნახვამდის!